ირანის გარშემო ესკალაცია საქართველოს ეკონომიკაზე მინიმალურ გავლენას მოახდენს. ასე აფასებს გალთენთაგარტი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს. საინვესტიციო ბანკი აღნიშნავს, რომ ირანი საქართველოს პარტნიორია, თუმცა ეკონომიკური თვალსაზრისით 2025 წელს ქვეყნის მთლიანი სავალუტო შემოდინებების მხოლოდ 0,9%-ს იკავებს. შესაბამისად, მოკლევადიანი დაძაბულობა, მათ შორის ისრაელ-ირანის კონფლიქტი, რომელიც უკვე 12 დღეა გრძელდება, საქართველოს მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე არსებით გავლენას არ მოახდენს. ანალიტიკოსების მოლოდინით თუ დაძაბულობა დაახლოებით 1 თვე გაგრძელდა 2026 წლის ეკონომიკური ზრდა 6%-იანი მოლოდინიდან მხოლოდ 0,2% პუნქტით შემცირდება. ინფლაციური ეფექტი კი ზომიერი და დროებითი იქნება. 2026 წლის თებერვალში საქართველოში ინფლაცია 4,6%-მდე შემცირდა. საქსტატის მონაცემებით წლიურად ყველაზე მაღალი ინფლაცია სურსათისა და უალკოჰოლოს სასმელების ჯგუფში დაფიქსირდა, სადაც ფასების ზრდის დონე 9,5%-ს მიაღწია. ამ ჯგუფში 23%-ით გაძვირდა თევზეული. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თებერვალში 14%-ითაა მომატებული ფასები პურპროდუქტებზე. წლიურად თითქმის 6%-ით გაძვირდა ჯანდაცვის სექტორში სერვისი. ფასები ძირითადად მომატებულია სამედიცინო პროდუქციაზე, ამბულატორიულ და საავადმყოფოს მომსახურებაზე. 2025 წელს საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 14%-ით გაიზარდა. ქვეყნის აეროპორტები ჯამურად 8,500,000 მგზავრს მოემსახურა. გასულ წელს საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის 95% რეგულარულ ფრენებზე მოდიოდა. ამასთან 2025 წელს საქართველოს აეროპორტებიდან 34,000-მდე სამგზავრო რეისი შესრულდა, რაც 11%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით. საქსტატის ინფორმაციით 2025 წელს საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების რეესტრში რეგისტრირებული იყო 62 საჰაერო ხომალდი, რომელთა 77%-ს სამგზავრო საჰაერო ხომალდები შეადგენდა. საქართველოს რკინიგზით სატვირთო გადაზიდვები შემცირებულია. 2025 წელს 2024 წელთან შედარებით რკინიგზით გადატანილია 3%-ით ნაკლები, სულ 13 მილიონი ტონა ტვირთი. ტვირთების 8% მოდის ადგილობრივ გადაზიდვაზე, 35% საერთაშორისო გადაზიდვაზე, ხოლო 58% ტრანზიტზე. 2025 წელს რკინიგზით შემოტანილი ტვირთის ძირითადი ნაწილი რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან იყო გამოგზავნილი. გასულ წელს რკინიგზით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 36% ნავთობპროდუქტებზე მოდიოდა, 21% ქიმიურ პროდუქტებზე, 13% კი ლითონის მადანსა და სხვა სამთო და კარიერულ პროდუქტებზე. საქართველოში საზღვაო გადაზიდვები გაიზარდა. გასულ წელს ქვეყნის ნავსადგურებსა და ტერმინალებში თითქმის 17 მილიონი ტონა ტვირთი გადამუშავდა, რაც 7%-ით მეტია 2024 წლის მაჩვენებელზე. გადამუშავებული ტვირთის 48% გენერალური, ანუ ზოგადი სახის ტვირთი იყო, 31% თხევადი, ხოლო 21% ნაყარი ტვირთი. 2025 წელს საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში 1800-მდე გემი შემოვიდა. გემების ნახევარზე მეტი გენერალური ტვირთის გადამზიდი იყო. ტექნოლოგიური გიგანტი OpenAI სამხედრო სექტორში შედის. მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ჩატბოტის ChatGPT-ის შემქმნელი კომპანია ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან თანამშრომლობას იწყებს. Reuters ინფორმაციით მხარეებს შორის მოლაპარაკებები გადამწყვეტ ფაზაშია. ხელოვნური ინტელექტი, რომელიც აქამდე მხოლოდ სამოქალაქო მიზნებისთვის გამოიყენებოდა, ახლა უკვე ნატოს თავდაცვითი სისტემების ნაწილი ხდება. სააგენტოს ცნობით, თანამშრომლობის მთავარი პრიორიტეტი კიბერუსაფრთხოებაა. OpenAI-ის ალგორითმებმა ნატოს კიბერშეტევების მოგერიებასა და საფრთხეების მყისიერ ანალიზში უნდა დაუჭირონ მხარი. აღსანიშნავია, რომ ამ ნაბიჯამდე OpenAI-მ საკუთარი მოხმარების წესებიდან ამოიღო პუნქტი, რომელიც სამხედრო მიზნებისთვის ტექნოლოგიის გამოყენებას კრძალავდა. მიუხედავად ამისა, კომპანიაში განმარტავენ, რომ ხელოვნური ინტელექტი უშუალოდ იარაღის წარმოებაში არ ჩაერთვება და მისი ფუნქცია მხოლოდ ლოგისტიკა და მონაცემთა დამუშავება იქნება.